როდესაც ცოლი გშორდება, ის მიზანმიმართულად არ იმჩნევს თუ რამდენად განიცდი შენ მაგ მოვლენას. ბავშვებზე რომ ფიქრობ, მათ მომავალზე რომ ფიქრობ, ეს ყველაფერი რამდენად კატასტროფული მოვლენაა სამომავლო პერსპექტივით, მაგაზე რომ ფიქრობ, ის ამას არ იმჩნევს. ისე გამოიყურება, რომ თითქოს და განქორწინება არის მაღაზიაში პურზე ჩასვლასავით. შენ შიგნიდან გამტვრევს ეს მოვლენა, პარალელურად კი იმას ხედავ, რომ ის ბედნიერად ცხოვრობს. ძლივს მიიღო ის თავისუფლება, რისთვისაც დაუღლელად იბრძოლა განქორწინებამდე. თქვენ სხვადასხვა სამყაროში იმყოფებით. შენ თვალებზე ცრემლებით იღვიძებ, ის კი იმაზე ფიქრობს, თუ რომელ კაფეში დალევს დღეს კავას. შენ გინდა რომ გადარჩე, მას კი უნდა რომ ლატეზე კაფე იყოს მსუყეთ. ყველას გექნებათ შემჩნეული და ვისაც არ გაქვთ, უბრალოდ გაიხსენეთ ქალი, რომელიც ქმარს შორდება, დაშორების შემდეგ ის ცდილობს, რომ აბსოლუტურად ყველას კარგ გოგონად მოაჩვენოს თავი. აბსოლუტურად ყველას ზედმეტად კარგად ექცევა, თავისთავად შენს გარდა. ყველას უღიმის, ყველას ეხმარება, ყველასთან ჯიგარია, ოღონდ შენს გარდა. რატომ ხდება ასე? აზრი რაშია? ანუ ის შორდება, ქმარს, ოჯახს ნაკუწებად შლის, ბავშვებს მაგ კატასტროფისთვის წირავს და ამ ყველაფრის კეთილი საქმეებით გადაფარვა არის საჭირო, რომ სინდისის ხმა ჩაახშოს. ზუსტად ამიტომ ისწავა ძაღლების თავშესაფარში, რომ მაგ საწყალ და მიტოვებულ არსებებს აჭამოს, ანუ სიკეთე რომ გააკეთოს. ანუ მან გაანადგურა ოჯახი და ახლა ამ ყველაფრის კომპენსირება უნდა იმით, რომ ძაღლებს საჭმელს დაუყრის. ზუსტად იგივეა სერიული მკვლელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ სადმე პარკში რომ წავიდეს და მტრედებს პურის ნამცეცები რომ დაუყაროს. თავისთავად შემდეგ ვიდეოსაც გადაუღებს მაგ მოვლენას, სტორიზეც ატვირთავს და ზემოდან იმასაც მიაწერს, რომ სიკეთე აკეთეთ ხალხო, სიკეთე გადაგვარჩენსო. ეს არის საკუთარი თავის მოტყუების ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდი, რომელსაც ადამიანთა უმრავლესობა იყენებს. იმის აღიარება, რომ მე მძღნერი ვჭამე და შემდეგ მაგ მოვლენის გამოსასწორებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, არის ერთეულების ძლიერი ადამიანების პრეროგატივა. ხოლო ადამიანთა უმრავლესობა უბრალოდ არ აღიარებს საკუთარ შეცდომებს. ყველაზე მეტად რა უნდა მამაკაცს მაგ ვითარებაში? რა დააღიარება და მონანიება? მას უნდა რომ მისმა აცი უკვე ყოფილმა ცოლმა უთხრას, რომ მე ვხედავ როგორც განიცდი, მე ვხვდები რამდენადაც გტკივა, რამდენად დიდი ზიანიც მოგაყენე. მაგრამ შენ არანაირ დანაშაულის აღიარებას არ ეღირსები, ეგეთი რამ არ მოხდება. რატომ და იმიტომ რომ ღალატი არის უკან დაუბრუნებლობის წერტილი. და დაშორება არის ოჯახის ღალატი, ბავშვების ღალატი, საკუთარი თავის ღალატი, იმ ფიცის ღალატი, რაც თავის დროზე დადე. ქალი ამას შინაგანად გრძნობს, მაგრამ ებრძვის. ზუსტად ამიტომ ის ბოლომდე ეცდება მისივე შექმნილი პოზიციის, მისივე გამოგონილი ალტერნატიული რეალობის დაცვას. სადაც ის არის მართალი, შენ კი მსოფლიოში ყველაზე არასწორი კაცი ხარ. თავისთავად შენ უსამართლობის შეგრძნება გეუფლება და გიჩნდება კითხვა რატომ? რა გავაკეთე, რით დავიმსახურე ეს ყველაფერი? გარკვეული დროის მანძილზე ჩუმად ხარ და ითმენ. მაგრამ ადრე თუ გვიან ტყდები და გიჩნდება სურვილი რომ მიხვიდე და შენს ყოფილ სახეში აჯახო ყველაფერი. გიჩნდება სურვილი რომ აბსოლუტურად ყველაფერი უთხრა მას, რაზეც ფიქრობდი, რაც გჭამდა შიგნიდან და რამაც დააგროვა შენში მთელი ეგ ნეგატივი. გინდა რომ მაგ მეთოდით განთავისუფლდე მაგ ყველაფრისგან. რაზეც ქალი გპასუხობს, რომ შენ არაადეკვატური ხარ, ფსიხი ხარ, კიდევ კარგი რომ დაგშორდი, ძალიანაც სწორი მიქნია, შენთან ვერც ერთი ქალი ვერ გაძლებს. აი ამის შემდეგ ხო საერთოდ ყველაფერი დაივიწყე. გეუბნება რომ აქამდე კიდევ შეიძლება მეფიქრა რამეზე, მაგრამ აცი კარგად იყავიო. და რა არის იცი ყველაზე საინტერესო? შენი ყოფილი ცოლი ზუსტადაც მაგ მომენტს ელოდებოდა თვეების მანძილზე. აქამდე თუ მას ასე თუ ისე შინაგანად რაღაც ფიქრები ჰქონდა, რომ ნეტა სწორად მოვიქეცი თუ არაო, რომელსაც თავისთავად არ იმჩნევდა და ვერ შეატყობდი. ახლა უკვე ის მსხვერპლია, შენ კი მონსტრი. ძლივს მიეცა მიზეზი, რომ უფრო თავდაჯერებულად იყოს. აცი უკვე შეუძლია რომ გაგჯოროს დაქალებთან, დედამისთან და ფსიქოლოგთან, თუ რამდენად არაადეკვატური პიროვნება ხარ და რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო შენთან დაშორება. როგორც წესი, ჩემი არხით შენ ინტერესდები მაშინ, როდესაც უკვე ეგ შეცდომა დაუშვიდე შედეგიც იხილე. მე მესმის რომ შენ გინდა რომ მას თვალები გაუხილო და დაანახო რეალობა ისეთი როგორიც არის. მაგრამ მაგის შედეგი იქნება სრულიად ნეგატიური. იმიტომ რომ მას მაგ მომენტში სულ სხვა მოტივაცია ამოძრავებს. ის განქორწინების პროცესში ყველა შენს სიტყვას, ყველა შენს ქმედებას, ყველა შენს ემოციას შენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. ის შენ გიყურებს და გიდგება როგორც მტერს. შესაბამისად ის მაგ ყველაფერს გამოიყენებს საკუთარი მაგ მოღალატეობრივი ნაბიჯის გასამართლებლად. იმიტომ რომ მას სჭირდება ლეგენდის გამოგონება, რომ შენ გაფსიხებული მონსტრი ხარ და მაგიტომ დაგშორდა. აბა კაი კაცი იყო და დავშორდიო, ასე არავინ აფორმებს. შენ კი მაგ ქმედებით ეხმარები მას გაფორმებაში. ხშირ შემთხვევაში ისიც ხდება, როდესაც მამაკაცს უჩნდება სურვილი, რომ ბოლოჯერ დაელაპარაკოს ცოლს. მოდი დავჯდეთ და ჯიგრულად დავილაპარაკოთო.
გინდა რომ რაღაც გულწრფელი და შინაურული საუბარი გქონდეთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი პოზიტიური მოვლენაა წარსულიდან, რაც შენი მსულიერი სიახლოვის განცდას გინარჩუნებს. შენ ფიქრობ, რომ აი ახლა მე ვეტყვი რა შეცდომებიც მაქვს დაშვებული, მერე ისიც მეტყვის რა შეცდომები აქვს დაშვებული, ორივე ვაღიარებთ რომ არასწორად ვიქცეოდით და შემდეგ ჩავეხუტებით ერთმანეთს და ახალი ფურცლიდან დავიწყებთ. სინამდვილეში კი ყველა შენი აღიარება შენივე საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული. შენ მას ეუბნები რომ კი, მე მართლაც რომ ძალიან უხეში ვიყავიო. ის კი ბლოკნოტში იწერს, ტოქსიკური მამაკაცი. შენ ეუბნები რომ კი, მე მართლაც რომ არ გითმობდი საკმარის დროს. ის იწერს, ფსიქოლოგიური გაუცხოებაც დაფიქსირებულია. ანუ, როდესაც მამაკაცი მიდის თავის ცოლთან და აღსარების ჩაბარებას იწყებს და შეიძლება ბოდიშებიც უხადოს იმის გამო, რაც რეალურად არ დაუშავებია, ასეთებიც ძალიან ხშირად ხდება. მაგ დროს მას ის შინაგანი განცდა ამოძრავებს, რომ მე მოვინანიებ, ქალი კი მაპატიებსო. მაგრამ მაგის ნაცვლად შენ იღებ მტკიცებულებების ფიქსაციას. იმიტომ რომ მას შერიგება არ უნდა, მას საკუთარი სიმართლის დამტკიცება უნდა. შენ კი შენივე ხელით აძლევ მას მაგ ყველაფერს. შენ გინდა იმისთვის დაჯერება, რომ შენი მხრიდან დანაშაულის აღიარება შენ განგწმენს. სამწუხარო რეალობა კი ის არის, რომ ყველა შენი სიტყვა შენს საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული. იმედი მაქვს ახლა მაინც ხვდები, რომ დღეიდან უკვე შენი მაგ აღიარებების მტკიცებულებად გამოყენებას იწყებს თავის დაქალებთან, იურისტთან, ფსიქოლოგთან და მათ შორის ბავშვებთანაც. მას არ უნდა შენთან არაფერზე შეთანხმება, მას სულ სხვა მოტივაცია ამოძრავებს. მას უბრალოდ უნდა რომ იყოს მართალი. გულწრფელი საუბრები უნდა გამართო მხოლოდ იმ ადამიანთან, რომელიც სიმართლეს ეძებს. მას კი სიმართლე უკვე კაი ხანია აღარ აინტერესებს. მას უბრალოდ მიზეზები სჭირდება, რომ შენ დაგადანაშაულოს. მაგრამ არსებობს მეორე უკიდურესობაც. როდესაც მამაკაცი ირგებს წამებულის როლს. როდესაც უნდა რომ ცოლს დაანახოს თუ რამდენად ტკივა, რამდენად ცუდადაა, რამდენად განიცდის. როდესაც აი ასეთი კეთილი და ბუნჩულა, გულწრფელი და მოსიყვარული განწყობით ეუბნება ქალს, რომ მე შენ აღარ გიჭერ, აწი გიშვებო. ის მზადაა რომ ყველაფერი მისცეს ქალს, ბინა, მანქანა და ძაღლიც კი. ის მზადაა რომ სულ გაშიშვლებული დარჩეს. თავარია რომ ქალი იყოს კარგად, ქალმა იგრძნოს თავი კარგად. და როდესაც მამაკაცი ამ მეთოდს მიმართავს, სინამდვილეში მას ის მოტივაცია ამოძრავებს, რომ ცოლს ის შეეცოდება. მაგრამ გარწმუნებ მეგობარო, რომ საცოდავი კაცი, არავის არ სჭირდება ეს ერთი. მეორე კი ის არის, რომ მას შენს მიმართ არანაირი ემპათია აღარ გააჩნია. შესაბამისად ის მაგ ყველაფრისთვის მადლობასაც კი არ გეტყვის. და თავისთავად ეგ მეთოდი ვითარებას უკეთესობისკენ არანაირად არ შეცვლის. დაიმახსოვრეთ, არც ერთი ქალი არ დაუბრუნდება თავის ყოფილს იმის გამო, რომ ის ეცოდება. და ზოგადადაც, მოღალატისგან ემპათიის მოლოდინი არის შენი ბავშვური ფანტაზია და მეტი არაფერი. დროა უკვე რომ გაიზარდო. დროა უკვე რომ გაიაზრო. თუ ქალი აღიარებს შენს ტკივილს, მაშინ მის აი იმ ახალ, უშენო ცხოვრებას უნდა დაემშვიდობოს. თუ ის ოდნავ მაინც აღიარებს შენს ტკივილს, მაშინ მან ისიც უნდა აღიაროს, რომ მისი ახალი ცხოვრება, ახალი კაბა, ახალი დაქალები, ახალი ჰობები, ახალი გართობები, ან თუნდაც ახალი მამაკაცი შენს ტკივილზე დგას. რომ ეგ ყველაფერი შენს ტკივილებზე არის აშენებული. ანუ როდესაც ის სადღაც ბარში მღერის და ცეკვავს, მაგას შენი ტკივილის ხარჯზე აკეთებს. ახლა მაინც დაფიქრდი, რომ მას არაფერში არ სჭირდება იმის აღიარება და განცდა, რომ შენ გატკინა, რომ შენ მის გამო გტკივა. სინამდვილეში, როდესაც ქალი ტოვებს მამაკაცს და მამაკაცი ისე რომ გრძნობს ვითარებას, რომ თითქოს და ეგ მოვლენა სიკვდილის სიცოცხლის საკითხიაო, ეგ ყველაფერი ბუნებრივია. თითქმის ყოველთვის ეგ მასე ხდება და არაფერი განსაკუთრებული არ არის მაგაში. ჩნდება კითხვა, რატომ? რატომ და იმიტომ რომ ქალმა მიმართა საკუთარი თავის მოტყუების სამუშა მეთოდს. პირველი არის რაციონალიზაცია. ეგ არის, როდესაც ქალი საკუთარ თავს ეუბნება, რომ მეც მაქვს უფლება რომ ვიყო ბედნიერიო. და ეს მეთოდი ძალიან მიმზიდველად ჟღერს. მაგრამ ბედნიერება როდიდან გახდა ღალატის ტოლფასი? გამოდის რომ იმისთვის რომ შენ იყო ბედნიერი, შენი ქმარი და შვილები უნდა დააღალატო და უბედური გახადო. ან საერთოდ რატომ თვლი რომ ვინმე შენ უნდა გაგაბედნიეროს? თუ გინდა რომ იყო ბედნიერი, ჯერ უნდა ისწავლო ბედნიერება იმ პირობებში, რაც იმ მომენტში გაქვს. ქალები ასევე თავს იტყუებენ ხოლმე იმითაც, რომ მე ძალიან დიდი ხანი ვითმინეო. ეს მოთმინების კონცეფცია ზოგადად ძალიან გავრცელებულია, თითქმის ყველა ქალი იყენებს. იმიტომ რომ ის ყველანაირი სიბინძურისა, ნებისმიერი ტყუილის და ღალატის გასათეთრებლად გამოიყენება. და პრაქტიკა მაჩვენა, რომ საკმაოდ ეფექტური მეთოდია. ყველას სჯერა, ყველა ტაშს გიკრავს და რატომაც არა. ის ღალატს არ ეძახის, ის ამბობს, რომ მე ვეცადე, მე ვითმინე, მე ძალიან დიდი ხანი ვიბრძოლე იმისთვის, რომ ოჯახი შეგვენარჩუნებინა, მაგრამ შენ მიმიყვანე მაგ მდგომარეობამდეო. შენ ხარ ყველაფერში დამნაშავე.
მისი ღალატი შენი ქცევის თანმიმდევრობის ლოგიკური შედეგია. და შენ რა თქმა უნდა ჯამ ამ ყველაფერს. გეტყვი ახლა რაშიცაა საქმე. როდესაც ქალი გეუბნება რომ მე 5 წელი გითმინეო, ის თავის ღალატს გმირობით ფუთავს. ანუ რახან 5 წელი ითმინა, მოღალატე კი არა გმირი ყოფილა. შესაბამისად მას ახლა სრული უფლება აქვს რომ იყოს ბედნიერი. ქალის საკუთარი თავის მოტყუების მეორე მეთოდი არის გაუფასურება. თქვათ თქვენ 5 ან 10 წლიანი ოჯახური ურთიერთობა გქონდათ. ამ წლების მანძილზე შენი მხრიდან ურთიერთობაში ჩადებულ ყველა ინვესტიციას აუფასურებს. ფინანსები, მოთმინება, ძალისხმევა, გვერდში დგომა, აბსოლუტურად ყველაფერს აუფასურებს. თითქოს და ეგ ყველაფერი არ ყოფილა. უბრალოდ აიღო და წაშალა მისი მეხსიერებიდან. და ეგ ყველაფერი მის თავში ჩანაცვლდა იმით, რომ შენ ხარ მონსტრი, რომელიც მას ავიწროვებდა და ამცირებდა. ანუ შენ რომ მას 2019 წელს უღრიალე, აი მაგან ჩაანაცვლა დანარჩენი ყველაფერი. შენ აღარ ხარ მზრუნველი ქმარი და არც არასდროს ყოფილხარ, შენ ყოველთვის მონსტრი იყავი. და ზუსტადაც ამას უყვება თავის დაქალებს და თქვენს საერთო ნაცნობებს. და უყვება იმიტომ, რომ იმათმა ამას უთანაგრძნონ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ამის გაკეთება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რადგან თუ ის მოახერხებს გარშემო მყოფი ხალხისთვის მაგ ტყუილის დაჯერებას, ის საკუთარი თავის მოტყუებასაც კიდევ უფრო მარტივად შეძლებს. გინდა გითხრა კიდევ რითი იტყუებს თავს შენი ყოფილი. ის თავის თავს არწმუნებს, რომ განქორწინება ბუნებრივი რამ არის და არაფერი კატასტროფა არ არის მაგაში. ის დგება სარკესთან და ეუბნება თავის თავს, რომ ასე ყველასთვის უკეთესი იქნებაო. სჯობს ბავშვებმა ბედნიერი დედა ნახონ, ვიდრე შენნაირ მონსტრთან გაუბედურებული. ანუ თურმე დაშორება ბავშვებისთვისაც კი უკეთესი ყოფილა. ჩვენ ხომ დიდი და ჩამოყალიბებული ხალხი ვართ, ნუ ქმნით დაშორებისგან ტრაგედიას. სხვათა შორის ბევრს სამსამი განქორწინება აქვს და მშვენივრად ცხოვრობენ. ვიღაც კაცს შეყვარებული რომ მიატოვებს და რომ განიცდის, ვაიმე შეყვარებულმა მიმატოვაო, მაგაზე 10 ჯერ უფრო მეტად განიცდის მამაკაცი, რომელსაც ცოლმა მიატოვა. ეგ რეალურად ძალიან მტკივნეული მოვლენაა. ჩნდება კითხვა, რატომ? იმიტომ რომ შენ იყავი ქმარი, მამა, ოჯახის თავი, ახლა კი არავინ ხარ. დილას იღვიძებ და ვერ ხვდები ვინ ხარ შენ. როდესაც ქალი მიდის შენგან, მას მხოლოდ თავისი ტანსაცმელი და ნივთები არ მიაქვს. მას ყველა ის აზრი და იდეა მიაქვს, რაც შენ ბოლო წლების მანძილზე გამოძრავებდა და რითაც ცხოვრობდი. განქორწინებისას შენ კარგავ ცხოვრების აზრს, რეპუტაციას, ფულს, ბინას, შვილებს და ზოგ საერთო ნაცნობსაც, რომლებსაც აღარ უნდათ შენთან კონტაქტი, ან შენ არ გინდა მათთან. შენ კარგად უნდა გაიაზრო, რომ განქორწინების შემდეგ არც შენ და არც ქალი ისეთები აღარასდროს იქნებით, როგორებიც მანამდე იყავით. და შენ ამ წამს გაქვს მხოლოდ ორი ვარიანტი. ან ნულიდან იწყებ საკუთარი თავის მოწესრიგებას და შენებას, ან ჩამოშლილ ჩმორად გადაიქცევი, რომელიც სამუდამოდ წარსულზე ნოსტალგირებს და ტირის. შენი ეგ დეპრესიული და საცოდავი მდგომარეობა შენს ყოფილ ცოლზე არანაირ პოზიტიურ გავლენას არ მოახდენს. მას მოხიბლავს მხოლოდ და მხოლოდ შენი ახალი ცხოვრება. არც ბლეფი, არც მსახიობობა, არც მოტყუების მცდელობა, არც ეჭვიანობაზე აგდების მცდელობა არ მოახდენს მასზე პოზიტიურ გავლენას. ქალი მაგ ყველაფერს ინტუიციურად გრძნობს და მას ვერ მოატყუებ. შენ რეალურად უნდა დაიწყო ახალი ცხოვრება, უკვე მის გარეშე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცე თავისუფლება, რომ ნოსტალგირების რეჟიმში გაიჭედო და ჩარჩე. წარსული არ არსებობს. წარსულს ვერ შეეხები, წარსულს ვერ მოსინჯავ, წარსულში ვერ დაბრუნდები. წარსულთან მიმართებაში მხოლოდ ერთი ქმედების განხორციელება შეგიძლია. გახსენება, ნოსტალგირება და ტირილი. მეტი არაფერი ფუნქცია არ აქვს წარსულს. ხო და გეკითხები, რაში გჭირდება მაგ დრამატიზაციის ბულიონში თავით ჩახტომა? გადარჩენის მექანიზმი მუშაობს მხოლოდ დღეს და ახლათი. შენ ბედნიერებისთვის უნდა იპოვო მიზეზები იმისგან, რაც დღეს და ახლა გაქვს. ისე უნდა დაიწყო ცხოვრება, რომ თითქოს და წარსული აღარ არსებობს. ეგ ყველაფერი არ მომხდარა, უბრალოდ სიზმარი იყო. და გასაგებია, რომ ბავშვების გამო მასთან მოგიწევს კონტაქტი. და ეგ მოვლენა მაზოლზე ფეხის დაჭერასავით იქნება ხოლმე. მაგრამ ეგ თავიდან არის მასე. თავარია რომ ებრძოლო მაგ ნოსტალგირების პროცესს და ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს. ყველაზე ცუდი რისი მოხდენაც იყო შესაძლებელი უკვე მოხდა. მაგრამ კარგი ჯერ არ მომხდარა, ჯერ წინ არის. შენ არ იცი რა გელის წინ. მაგრამ ის რაც გელის, მაგას ამ მომენტში დიდწილად განსაზღვრავს შენი დღევანდელი ქცევა და ქმედება. დღეს და ახლა რას აკეთებ, ეგ არის მნიშვნელოვანი. და გასაგებია, რომ ამაზე საუბარი მარტივია. სანამ მე აქედან ამ ყველაფერზე ასე მარტივად გესაუბრები, პარალელურად შენს ბიოქიმიაში კორტიზოლი და ადრენალინი პიკზეა, ხოლო დოფამინი ნულზე. დღეს და ახლა არაფრის мотиваცია არ გაქვს. და რა უნდა ვქნათ, რომ დოფამინი გამოიყოს? შენ პოზიტიური მიზანი გჭირდება.
შენი მომავლის პოზიტიურ სურათში დანახვა, რომელსაც რა თქმა უნდა დაიჯერებ, ანუ რაღაც ფანტასტიკა არ უნდა იყოს. თუ შენ მოახერხებ მაგის ფორმულირებას, ჩათვალე რომ საქმის 80% გაკეთებულია. თუ შენ ჯერ არ გაქვს მოსმენილი დახურული ვიდეო კურსები სიტყვაზე მენდე, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არ იცი. ამ წამსვე შეგიძლია გადახვიდე ბმულზე, შეიძინო, შეიმეცნო და უკვე დღეიდან დაიწყო საკუთარი ცხოვრების და მსოფლმხედველობის პოზიტიური მიმართულებით ცვლილება.